ოცნებაში თანამდებობრივი გადაადგილებების სასამართლოს თემას არ უკავშირდება, ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე და ადასტურებს, რომ იურიდიულ საკითხთა უკვე ყოფილი კომიტეტის თავმჯდომარე სეკა ბესელიას თანამდებობიდან წასვლა გაცილებით ადრე ჰქონდა გადაწყვეტილი. მეტიც ირაკლი კობახიძის ინფორმაციით ეკა ბესელიას დაწინაურება და დეპუტატის ვიცე-სპიკერად გადაყვანა იგეგმებოდა. დატოვებს თუ არა ფრაქცია ქართულ ოცნებას ეკა ბესელია და შეიქმნება თუ არა საკანონმდებლო ორგანოში ახალი ფრაქცია მისი ხელმძღვანელობით, ეს ჯერჯერობით უცნობია. ეკა ბესელია მართლ პარტიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საუბარს საქართველოში დაბრუნების შემდეგ აპირებს. ეკა ბესელიას დაბრუნებას და მისი პოზიციების დეტალურად მოსმენას ელოდებიან მისი თანამოაზრეები და ასევე საპარლამენტო უმრავლესობის სხვა წევრები. სალომე უერთაშვილი გვერდდება თემით პირდაპირ ეთერში. ეთუნა ირკვევა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე თანამდებობის დატოვებას ჯერ კიდევ აგვისტოში აპირებდა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, დაგეგმილი იყო ცვლილებები პარლამენტში, რომლის მიხედვითაც ეკა ბესელიას ვიცე-სპიკერის თანამდებობა უნდა დაეკავებინა. ირაკლი კობახიძის განმარტებით, მან გასცა კიდევაც აგვისტოს თვეში ბრძანება, რათა ვიცე-სპიკერების ფლიგელში მომზადებულიყო ოთახი ბესელიასთვის, როგორც პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილე აცხადებს, ოთახის მომზადება მათ სექტემბრის თვეში დაიწყეს, ოთახი უკვე მზადაა, თუმცა ვინ დაიკავებს ვიცე-სპიკერის თანამდებობას, ეს ჯერჯერობით უცნობია. განიხილება თუ არა კვლავ ეკა ბესელია, ესეც უცნობია, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ასეთი აშკარაა დაპირისპირება უმრავლესობაში. დღეს ირაკლი კობახიძემ თანამდებობრივ გადაადგილებებზე კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი და განმარტა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ გამწესების საკითხი მთავარი მიზეზი არ ყოფილა იმ გადაადგილებისა, რომელიც პარლამენტში განხორციელდა. რა გადაწყვეტილებები იყო დაახლოებით მიღებული და ბუნებრივია ამ გადაწყვეტილებას უკავშირდებოდა შესაბამისი ინფრასტრუქტურული ღონისძიება. არანაირ კავშირში არც ახლა არც მაშინ არ იყო ეს თანამდებობრივი გადაადგილება ბუნებრივია სასამართლოს თემასთან. იყო საერთოდ სხვა სირთულეები, თქვენ გახსოვთ რა სირთულეებიც იყო გუნდში და ამ სირთულეებს უკავშირდებოდა ის გადაწყვეტილება, რომელიც მაშინ იქნა მიღებული და ასევე ამავე სირთულეებს უკავშირდება ეს გადაწყვეტილებაც, რომელიც ახლა იქნა მიღებული. სექტემბრის თვეში მივიღეთ დავალება პარლამენტის ხელმძღვანელობისგან, რომ მოგვეძია მაღალი თანამდებობის პირისთვის, პარლამენტის მაღალი თანამდებობის პირისთვის შესაბამისი ფართი და მოგვეწყო ეს ფართი. ამის შემდეგ უკვე კონკრეტულად მივიღეთ დავალება ფართის მოძიების შემდეგ, უკვე მივიღეთ კონკრეტულად დავალება, რომ ეს ფართი მოგვეწყო და ამ დავალების მიღების დროს უკვე ჩემთვის გახდა ცნობილი, რომ ეს ფართი უნდა ყოფილიყო მაშინდელი კომიტეტის, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარესათვის, ეკა ბესელიასთვის, რომელიც უნდა დაწინაურებულიყო და გამხდარიყო პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე. შეიქმნება თუ არა ახალი ფრაქცია უმრავლესობაში და უხელმძღვანელებს თუ არა ამ ფრაქციას ეკა ბესელია, ესაა ის კითხვა, რომელიც დაპირისპირების პარალელურად დეპუტატების მიმართ ისმის, როგორც ქართული ოცნების დეპუტატები აცხადებენ, ისინი გადაწყვეტილებას მხოლოდ მას შემდეგ მიიღებენ, რაც ეკა ბესელია საქართველოში დაბრუნდება კონსულტაციების შემდეგ, რაც შეეხება იმ დეპუტატებს, რომლებიც აკრიტიკებდნენ ეკა ბესელიას ბოლოდროინდელი განცხადებების გამო, ისინი აცხადებენ, რომ ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც უმრავლესობაში იქნება მიღებული, შედეგი იქნება იმ კონსულტაციებისა და კონსენსუსისა, რომელიც უმრავლესობაში შედგება. რა პროცესი არის პოლიტიკაში? კრიზისს ამას ნამდვილად ვერ დავარქმევ და არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ახასიათებს ქართულ ოცნებას. თემები არ არის, რომელიც გარეთ არ გამოდის. ვფიქრობ, ეს სწორია. გამჭვირვალობის ეს ხარისხი ხშირ შემთხვევაში საკმაოდ სკანდალურად არის წარმოჩენილი. ეს თემა მართლაც მნიშვნელოვანია, რომელიც მოსამართლეებს ეხება. ვფიქრობ, პოლიტიკურადაც არასწორი იქნა გადაწყვეტილება მიღებული ფრაქციასთან შეუთანხმებლად და აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ფრაქციამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. დაპირისპირება სახეზია, შიდა ფრაქციული დაპირისპირება, მაგრამ მე ვფიქრობ, არაფერი უსაშველო აქ არ იქნება. მთავარი ახლა ჩვენ მხარებს მოусმინოთ ბოლომდე. ეკა ბესელია დღეს თუ ხვალ დაბრუნდება უცხოეთიდან. ეკა ბესელია არის ჩემი მეგობარი, ესევე გედევან ფოფხაძე, ასევე გოგი ჩაიშვილი და სხვა პარლამენტარები, მაგრამ მეგობრობა არ არის მანდატი იმისა, რომ ირღვეოდეს წესები დაწერილი თუ დაუწერელი. თავიდან როდესაც დაიწყო საკითხი, როგორი მიდგომა და რა პოლიტიკა უნდა ყოფილიყო სასამართლო რეფორმასთან მიმართებაში, მაშინ გაიყო ადრეულად, იყო ერთი მხარე, რაც იყო ეკა ბესელია, მე დაქრო ხუსნაშვილი, იუსტიციის საბჭოს ჩვენ ასე უპირობოდ ჩავაბარებთ ერთ გუნდს, ის ერთი გუნდი იქნებოდა სუბიექტური და შეარჩევდა თავის უახლოეს გარემოსვას და ვიღებდით არა
სასამართლო სისტემას, რომელსაც უნდა მართლმსაჯულება განახორციელოს, ალბათ რა კლანობრივ სისტემას. ჩვენთვის ამოცანა დღეს ადამიანის ფრაქცია არ არის. ჩვენთვის ქართულების ფრაქციაში ყოფნა უკვე არაფერი ბონუსი არ არის. მათი რაღაც პროტესტი ჩემთვის გასაგები არის. თუმცა, რა თქმა უნდა, საჭირო არის ავწონ-დავწონოთ, კარგად გავიაზროთ, თუ რა ხდება, რატომ ხდება და ისე მივიღოთ გადაწყვეტილება. მე სხვა ფრაქციაში ვარ, ისინი ერთი ფრაქციიდან გამოვიდნენ, შეუძლიათ შექმნა სხვათა შორის დიდი პრობლემა არ არის. ახლა გასაც და გერისაც შეუძლია 5 და 6 კაცის შორდა მათთვის პრობლემა არ არის, ახალი ფრაქცია შექმნან. რა თქმა უნდა, კონსულტაციების უნდა იყოს ამის შესახებ, მათ შორის უმრავლესობაშიც. რომ ეს არ იყოს უმრავლესობის დატოვება, ეს იყოს ვთქვათ უმრავლესობის შიგნით რაღაცა ახალი ფრაქციის შექმნა. ჯერ ფრაქციაზე მე ვფიქრობ ნაადრევია საუბარი. თუ ქართული ოცნება გააგრძელებს საზოგადოებაზე ძალადობას თავს მოახვევს ამ მოსამართლეების სიას ისევ შემოიტანს მარიხვანის კანონს, რა თქმა უნდა სიტუაცია დაიძაბება შიგნით. თუ ეკა ბესელია უნდა გაირიცხოს იმისათვის, რომ ის ეწინააღმდეგება მოსამართლეების დანიშვნას, მე ვფიქრობ მაშინ ქართული ოცნება გაირიცხება ზოგადად პოლიტიკური სივრციდან. ეკა ბესელია საქართველოში ხვალ დაბრუნდება, შესაბამისად შეიქმნება თუ არა ახალი ფრაქცია და უხელმძღვანელებს თუ არა ის ამ ფრაქციას, უფრო სრულად ამასთან დაკავშირებით ჩვენ ინფორმაცია ორშაბათს გვექნება, მას მერე რაც ის მედიასთან კომენტარს გააკეთებს. სალომე უერთაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.